მოგესალმებით აბა, როგორ ხართ, როგორ ისმის ჩვენი ხმა, პირველ რიგში დაწერეთ კომენტარებში, რომ გადავამოწმოთ ხმასთან დაკავშირებით ხომ არ გვაქვს რაიმე პრობლემა. ველოდებით თქვენს კომენტარებს. აბა, როგორ ისმის ჩვენი ხმა? თუ გამოჩნდა რაიმე კომენტარი შენს დამეხმარებადო. კომენტარები ჩანს, ჯერჯერობით ხმის შესახებ არაფერი არ ჩანს. 1-2 ბიტკოინი 200.000, ბიტკოინი 50.000. ისმის კარგად. აჰა, შვენი, მოკლედ შემოგვიერთდით ნელ-ნელა და დავიწყოთ ხმა გადასარევად ისმის, როგორც აღნიშნეთ უკვე, სანამ დავიწყებთ, მოკლედ ამ ვებინარს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სადღაც აქეთკენ არის QR კოდი, ეს QR კოდი უნდა დავასკანეროთ და ამ QR კოდის დასკანერების შემდგომ, მოკლედ ახლა გაჩვენებთ რა გამოჩნდება, რას უნდა დააკვირდეთ. აი, ახლავე. აი, ახლა გამოჩნდება წესით. მოკლედ, QR კოდის დასკანერების შემდგომ აწვევით რეგისტრაციას, ასევე მნიშვნელოვანი არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ კარგი იქნება თუ ამ QR კოდს, როდესაც დავასკანერებთ და ლინკზე გადავართ, ამ ლინკს გავხსნით, ასე ვთქვათ, კომპიუტერის ვერსიაზე, რადგან ხდება ხოლმე რაღაც პრობლემები, სწორად ვერ ხდება გადასვლა და ეს ყველაფერი არ გაგვეპაროს. მოკლედ, აქ არის ძალიან მარტივი ახსნა თუ როგორ უნდა დარეგისტრირდეთ Mexis პლატფორმაზე და უშუალოდ თუ იცით ეს ყველაფერი, შეგიძლიათ დააწვათ რეგისტრაციის ღილაკს და რეგისტრაციის ღილაკის დროს მთავარია, რომ აი ესეთი პანელი ნახოთ, აი ახლა ეს პანელიც გამოჩნდება ეკრანზე, სადაც მოკლედ ჩაწერილია რეფერალური ლინკი, Pixel Academy-ის რეფერალური ლინკი და აქ უკვე გაივლით sign-up-ის, ანუ რეგისტრაციის პროცედურებს და ეს პროცედურები უკვე როგორც უკვე ვახსენეთ, ვთქვათ, არის დეტალურად აღწერილი და გაშლილი იმ ლინკში, რა ლინკიც გაჩვენეთ თავიდან. ეხლა რაც შეეხება ვებინარს, მოკლედ რაზე ვისაუბრებთ და რა იქნება ზოგადად ამ ვებინარის სასაუბრო თემა. პირველ რიგში ვისაუბრებთ ზოგადად განათლების მნიშვნელობაზე და მით უმეტეს განათლების მნიშვნელობაზე ისეთ ინდუსტრიაში, როგორც კრიპტოინდუსტრია და მით უმეტეს, როდესაც ყველაფერი ეხება ამ შემთხვევაში ფინანსებს, რა უნდა გავითვალისწინოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი რაღაცების ცოდნა და ასევე ერთ ძალიან მარტივ კითხვას თავსვამ მოკლედ და ამ მარტივი კითხვის ირგვლივ ვისაუბრებთ, აი ბევრჯერ გამიგია ხოლმე, რომ აი რა მოხდება, ვიყიდი ბიტკოინს, დავაგდებ ამ ბიტკოინს და დაველოდები სიტყვაზე რაღაც ფასზე გავყიდი და რეალურად ამ ლოგიკის მიღმა რა დგას და ამ ლოგიკის მიღმა თქვენ რამდენ შესაძლებლობას ტოვებთ ზოგადად ცხოვრებაში და რაც მთავარია და რაც მნიშვნელოვანია, რაც მე მაინტერესებს ყველაზე მეტად, ასევე გავეცნობით თქვენ კომენტარებს, რათა უკვე ნახოთ მოკლედ რა დაინტერესება არის ამ კუთხით, როგორც აღწერაშიც ჩანს პრინციპში და სარეგისტრაციო გვერდზეც ნახეთ. აქ ამ კურსის განმავლობაში, ეს არის ვებინარი, მაგრამ ვებინარის შემდგომ კურსზე შეგიძლიათ დარეგისტრირება, სადაც გაივლით ვაჭრობის ბაზისებს, ანუ რა პირველი ნაბიჯები უნდა გადადგათ იმისთვის, რომ თავისუფლად ნაკლები შიშით უფრო მეტი თავდაჯერებულობით ივაჭროთ კრიპტოაქტივებით. ხო, აი ხაზგასმით მაინც საუბრობ კრიპტოაქტივებზე, რადგან უფრო დეტალურად მოკლედ ამ აქტივებზე იქნება ამ კურსის განმავლობაში საუბარი, თუმცა ის ლოგიკები, რა ლოგიკებსაც გავავლით, 80-90% სადღაც ეს ლოგიკები გამოგადგებათ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა აქტივების, თუნდაც სხვა ციფრული აქტივების სავაჭროდ და ესეც საინტერესოა. მოკლედ ეს ლინკის ამბავი გავიგეთ, QR კოდზეც გადავედით, იმედია დავრეგისტრირდით და მოკლედ ხმასთან დაკავშირებით შიგადაშიგ შეგაწუხებთ თუ როგორ ისმის ჩვენი ხმა, ეს მაინტერესებს. პირველი პრინციპში რაც
მინდა ზოგადად იცოდეთ აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რასაც ქვია, რომ სიტყვაზე ვიყიდი რაღაც ფასზე და ამ ფასის ყიდვის შემდგომ არანაირი პრობლემა არ მექნება სიტყვა 3-4 წელიწადში გავყიდი ბიტკოინს. ერთი ისტორიული ექსკურსი მინდა გავიარო თქვენთან ერთად, თუ რა ხდებოდა სხვადასხვა დროს ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით და რა შესაძლებლობები არსებობდა ბაზარზე. აი ახლა ამ ყველაფერს გავაზიარებ და თქვენთან ერთად მინდა გავიარო მოკლედ ეს დეტალები. პირველ რიგში ვნახოთ ზოგადად რა ხდებოდა ბიტკოინის თავს. და შეიძლება გამოკითხვაც გქონდა ჩვენ Telegram არხზე, სადაც მაინტერესებდა თუ რა პერიოდიდან იყავით ზოგადად კრიპტო ინდუსტრიაში ჩართული. სხვათა შორის ძალიან საინტერესო პასუხებია. ასევე ძალიან კარგია ვნახე ბევრი ადამიანი, რომელიც ეხლა სულ რაღაც 1 წელი ან 1 თვეა შემოვერთდა ამ ინდუსტრიას და მით უმეტეს ეს პერიოდი, როდესაც ფასდაკლებების პერიოდი გვაქვს ბაზარზე, აი სწორედ აი ამ პერიოდის გამოც გადავწყვიტეთ, რომ უფრო აქტიურად, ასე ვთქვათ, გაგაცნოთ ის პროდუქტები, რა პროდუქტებიც გვაქვს, რაც ამომავლოდ დაგეხმარებათ იმაში, რომ რაც შეიძლება, ასე ვთქვათ, თავდაჯერებულად და ფინანსურად მყარად შეხვდეთ იმ აღმასვლებს, რა აღმასვლებიც გვექნება ბაზარზე. მოკლედ, პირველი, რასაც განვიხილავ ხოლმე პირველი ლექციის დროს სტუდენტებთანაც არის წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ბიტკოინი ვიყიდე, რა ვიცი, 2018 წლის ბოლოს, ან თუნდაც 2018 წლის დასაწყისი, ან 2017 წლის ბოლოს. აი, სადღაც ამ ნიშნულზე ბიტკოინის ფასი მაშინ ამ გადმოსახედიდან იყო $19,000. ეხლა $19,000-ზე ვინმე რომ მოგცეთ ბიტკოინი იმ წამსვე იყიდით, მაგრამ 2017 წლის ბოლოს ეს ყველაფერი და მით უმეტეს 2018 წლის ბოლოსაც ცოტა სხვანაირად ჟღერდა და გეტყვით რატომ. აი დავუშვათ და ჩემმა მეგობარმა, ან თუნდაც მე ვიყიდე 19,000-ზე ბიტკოინი და ვნახოთ რა პერიოდი გავიდა მანამ სანამ ბიტკოინის ფასი მიუახლოვდა იგივე ნიშნულს, ანუ 19,000-ზე დაბრუნებას, ხო? 19,000-ზე ბიტკოინი დაბრუნდა 2020 წლის ნოემბერში. ანუ სადღაც ნოემბერში 3 წლის წინ იყო 19,000 და 3 წლის შემდგომ გახდა მოკლედ იგივე ფასი. ახლა ერთი მარტივი შეკითხვა მაქვს. აი 3 წლის განმავლობაში, აი ყველაზე მარტივი ლოგიკა ავიღოთ. 3 წლის განმავლობაში ის რა თანხაც ჩავდებით სიტყვაზე იმ მომენტში ბიტკოინში, ეს თანხა რამენაირად რომ გაგვემრავლებინა, თუნდაც გამრავლების ერთ-ერთი მარტივი გზა, ხო? გამრავლების თანხის გამრავლების ერთ-ერთი მარტივი გზა შეიძლება იყოს პირობითად მიხვიდე ბანკში, ის თანხა რაც ბიტკოინში ჩადევი, რაღაც ანაბარზე დაგესვა და 3 წლის განმავლობაში დაგიჯდებოდა პროცენტი და ამ პროცენტს თეორიულად მოკლედ 20%-იანად 20-ში იყიდიდი ამ თანხას, ხო? ანუ ეს ძალიან მარტივი გამოსავალი. მეორე გამოსავალი, რასაც აი ამ ჩარტზეც ხედავთ, არის ძალიან ბევრი ფასი, რა ფასზეც პოტენციურად შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, ბიტკოინის ყიდვა და აქ შემოდის უკვე მეორე შრე, სადაც ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ DCA, ეგრეთ წოდებული dollar cost average. ანუ ეს რას ნიშნავს? პირობითად ადამიანს აქვს $120 და ამ $120 ყოფს 12 ნაწილად და ყოველი თვის ბოლოს ან ყოველი თვის დასაწყისში რა ფასზეც არ უნდა იყოს ბიტკოინი, აი ამ ფასზე ყიდულობს ბიტკოინს. მაგრამ ნახეთ 3 წლის განმავლობაში რა ხდება? 3 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არის პერიოდები, თვეებსაც თუ დავაკვირდებით, სადაც ბიტკოინის ფასი არც თუ ისე დაბლა არის 16,000-ზე, ამ პერიოდსაც თუ დავაკვირდებით არის 8,000-ზე მეტ ნიშნულზე და შესაბამისად საშუალო შესყიდვებით კი თქვენ თანხა გაქვთ, ასე ვთქვათ, საშუალო შესყიდვა გაქვთ 19,000-ზე ნაკლები, მაგრამ არ გაქვთ, ასე ვთქვათ, სრული პოტენციალი გამოყენებული. და არსებობს მესამე დონე. ზოგადად აი ინვესტიციის კუთხით, სადაც უკვე და ინვესტიციაზე მე ისე ვსაუბრობ ხოლმე. ინვესტორები, აი ადამიანები, რომლებიც პირობითად რაღაც აქტივებს ყიდულობენ და რამოდენიმე წლის შემდგომ ასე ვთქვათ, ყიდიან, თავისთავად თავს არ ეძახიან ტრეიდერებს, მაგრამ რაღაც ლოგიკით ეს ადამიანები ყიდულობენ აქტივს და რაღაც ლოგიკით ყიდიან. ანუ ამ ასე ვთქვათ, ოპერაციას ასრულებენ, რაც ტრეიდერისთვის შეიძლება ყოველდღიურობა იყოს, ან
ან კვირაში ერთხელ აკეთებდეს ამ ყველაფერს, ხო? ტრეიდინგის დახმარებით და მით უმეტეს თუ ასე ვთქვათ ბაზისური სტრუქტურები ვიცით ბაზრის, რასაც ძალიან მოკლედ გავვილით ამ ვებინარის განმავლობაში, შესაძლებელია ზოგადად შესყიდვების დიაპაზონების არჩევა, სხვადასხვა ინდიკატორების შერჩევა სხვადასხვა ფასის და ასე ვთქვათ ამ თანხის ანუ ბიტკოინის შესყიდვის საშუალო თანხის შემცირება. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რაც ზოგადად როდესაც ამ მაგალითს განვიხილავ, პირველ რიგში არ ვიცი მე ალბათ კომენტარებშიც დაწერთ თქვენ არ ვიცი ალბათ ინვესტორი, ან არ ვიცი ალბათ ადამიანი, ვისაც უსასრულოდ შეუძლია რაღაც თანხა კონდეს ჩადებული აქტივი. შეიძლება პირობითად ინვესტიციის 10% შეუძლია რომ ზოგადად არ მოკიდოს ხელი, მაგრამ ინვესტიციების შემთხვევაში არის რაღაცა თანხა, რამაც თქვენ უნდა დაგენერიროთ მოგება, ან ეს თანხა სიტყვაზე გაქვთ რაღაცა გარკვეული პერიოდით, ხო? და შესაბამისად ეს არის მნიშვნელოვანი თქვენთვის არ თვის წერტილი რა იქნება, თუმცა ეს ინვესტიციების კუთხით ვინც გვისმენთ იცით. შემდგომი მაგალითი არის ესეთი რამ, ხო, აი 19,000-ის ნიშნულზე და შემდეგ დადგა სხვა პერიოდი, რასაც ვეძახით უკვე და ძალიან ბევრი ადამიანი შემოუერთდა კრიპტოსამყაროს მაშინ, ეს არის უკვე 20-ის ბოლო და 20-21-ის დასაწყისი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ, რა ვიცი, 20-21 წლის ნოემბერში, სადაც ბიტკოინმა ყველაზე მაღალი ნიშნული დააფიქსირა ზოგადად იმ პერიოდში და ბიტკოინი იყიდეთ $68,000-$67,000. და ეს აქტივი თავის ამ ფასს მიუახლოვდება 20-24 წლის მარტში. ახლა ისევ ეს სამი ეტაპი განიხილეთ. პირველი სიტყვაზე რომ ეს თანხა სხვაგან ყოფილიყო გადადებული, შემდგომ DCA და უკვე ასე ვთქვათ ვაჭრობის შესაძლებლობა. პრინციპში სტრუქტურულად როდესაც გავვილით ბაზრის სტრუქტურის დადგენას, მაშინ მივხვდებით, მე მგონი ამ ვებინარიდან ვეც მივხვდებით თუ რა პერიოდები შეიძლება იყოს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ ამა თუ იმ აქტივის შესყიდვა განახორციელოთ და ეს არის მნიშვნელოვანი. ანუ რისი თქმა მინდა, ადამიანებმა გააკეთეს ინვესტირება და ფაქტობრივად ეს თანხა დროში გაიყენა, ხო? ვიღაცა შეიძლება აქვს 10 წლიანი ფანჯარა და ვიღაცას მე ვიცნობ ინვესტორებს, ვისაც შეიძლება კონდეს 1 წლიანი ფანჯარა, 2 წლიანი ფანჯარა, ან თუნდაც 9 წლიანი და აი ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ასე ვთქვათ ტრეიდინგი. ეხლა რაც შეეხება ტრეიდინგს და უშუალოდ ვაჭრობას, სანამ ამ თემას გავშლით, მანამდე უნდა განვიხილოთ ესეთი რაღაც, სანამ დაიწყებთ ვაჭრობას, ზოგადად აი თუნდაც მიდიხართ ბაზრობაზე და ყიდულობთ პომიდორს, ხო? სანამ ამ პომიდორს იყიდით, ან სანამ ამ კარტოფილს იყიდით, მინიმუმ ასე ვთქვათ აკვირდებით ზოგადად რა ხდება ბაზარზე, თუ თქვენ სარფიან ფასად გინდათ ყიდვა, ან აფასებთ ზოგადად ამ პროდუქტის ვიზუალს, ან თვლით რამდენის ყიდვა მჭირდება ეხლა, რამდენი ხანი შემიძლია შევინახო, ან ხომ არ ჯობს ჯერ ცოტა ვიყიდო და შემდგომ ბევრი, აი ეს პატარ-პატარა დეტალები, რა დეტალებიც არის პრინციპში თქვენს ყოველდღიურობაში, ესეც რა თქმა უნდა დაგეხმარებათ და შესაბამისად სანამ ტრეიდინგს ვიწყებთ, ზოგადად ვაკეთებთ ბაზრის ანალიზს და ჩვენ ამას უწოდებთ ფუნდამენტურ ანალიზს და ტექნიკურ ანალიზს. მოდით თქვენ ყურადღებას შევაჩერებთ ფუნდამენტურ ანალიზზე, ასევე დაწერეთ კომენტარებში თუ გაგიგიათ ასე ვთქვათ ამ ანალიზების შესახებ და ფუნდამენტური ანალიზი პრინციპში არის იმ ყველაფრის ანალიზი, რაც ზოგადად გავლენას ახდენს აქტივის ფასზე, ხო? და ზოგადად ბაზარზე. და ეს გავლენები შეიძლება დავყოთ, ასე ვთქვათ, ფუნდამენტურ ანალიზში რამოდენიმე ნაწილად, ხო? მაგალითად მაკროეკონომიკური ანალიზი და ამიტომ ვამბობ თქვენ თუ სიტყვაზე ვაჭრობის ბაზების კურსს გაივლით და ზოგადად ვაჭრობით ხართ დაინტერესებული, ეს მაკროეკონომიკური ფაქტორები არა მარტო კრიპტოს ეხება, არამედ სხვა აქტივებსაც და მყისიერად მიხვდებით თუ რაზე არის საუბარი, ხო? პირველი, რაც შეიძლება განვიხილოთ,
არის ესეთი რაღაც ინფლაცია და ინფლაცია ალბათ ბევრს გაგიგიათ, ბევრს გქონიათ ამასთან შეხება, თქვენს თავზეც ასე ვთქვათ, მწყიდველთუნარიანობა, მოკლედ რო ვთქვათ, მწყიდველთუნარიანობა თქვენი ფულის, აი ესეც ახდენს გავლენას ზოგადად ბაზარზე რა იქნება ფასი სხვადასხვა აქტივთან მიმართებაში და ასევე კრიპტოვალუტებთან მიმართებაში. მეორე არის საპროცენტო განაკვეთი, განაკვეთი ცენტრალური ბანკების მიერ, ანუ კომპანიებს, მაგალითად წარმოებელ კომპანიებს, ბიზნესებს რამდენად იაფად შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ფულის მიღება, იმის და მიხედვით თუ საპროცენტო განაკვეთი იზრდება ან იკლებს, არის სხვადასხვა სენტიმენტები ბაზარზე. ხო, ანუ ეს უფრო, როდესაც მაკროეკონომიკაზე ვსაუბრობთ, უფრო გლობალურ ამბებზე არის საუბარი, ხო? ასევე ეკონომიკების ზრდა, ზოგადად მთლიანი შიდა პროდუქტი რამდენია, ან შეიძლება ქვეყნის და მიხედვით თუ ვითვლით ამას, იმპორტი, ექსპორტის ბალანსი შეიძლება დავთვალოთ. ასევე ქვეყნებიდან გამომდინარე უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე პოლიტიკა და პოლიტიკაში რა იგულისხმება. მაგალითად, თქვენ ხშირად გინახავთ, როდესაც ტრამპი აწესებს რაღაც ტარიფს და ტრამპის ტარიფის დაწესების შემდგომ აქტივების ფასი ვარდება, ხო? და ეს არის სწორედ პოლიტიკის ნაწილში, ეს იგულისხმება და ბოლო რაც ასე ვთქვათ შეხებადი არის ყოველ შემთხვევაში არის სენტიმენტები, ხო? ბაზარზე რა სენტიმენტები არსებობს პირობითად შეიძლება რაღაც სადღაც ომის მოლოდინშია ბაზარი და ეს ასე ვთქვათ ესეც აისახება ამ პოზიტიური მოვლენებია პირობითად, როდესაც უკვე COVID-ი რჩებოდა, ამ შემთხვევაში ბაზარზე არსებობდა პოზიტიური სენტიმენტები და ეს ყველაფერი მოქმედებს, ასე ვთქვათ, ბაზარზე. კიდევ ერთხელ ეხლა რაზე ვსაუბრობთ, ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ხშირ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, არის განმაპირობებელი ფაქტორები იმისა, რომ ამა თუ იმ აქტივის, ამა თუ იმ სტოკის, ბონდის, ობლიგაციის, კრიპტოვალუტის ფასი როგორ შეიძლება შეიცვალოს. თუმცა აქვე და გასპოილერებთ და გეტყვით, რომ ძირითადში მაინც, როდესაც ჩვენ განვიხილავთ კრიპტოაქტივებს, კი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, და ზოგადად სენტიმენტები მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც საპროცენტო განაკვეთს ექცევა დიდი ყურადღება და ამასაც ვნახავთ კურსის განმავლობაში გავილით თუ ასე ვთქვათ რა მაიკროეკონომიკური მაჩვენებელი უკვე დადასტურებულად მოქმედებს თუნდაც ბიტკოინის ფასზე ან სიტყვაზე სხვადასხვა აქტივების ფასზე და როდესაც სიტყვა დადასტურებულს გამოვიყენებ ხოლმე ამ ვებინარის პერიოდში და კურსის პერიოდში ეს იმას ნიშნავს რომ მასა გამტკიცებული ანუ კვლევების შედეგად გამტკიცებული სხვადასხვა მეტაანალიზების შედეგად გამტკიცებული კორელაცია ამ თუ იმ ფაქტორს შორის და ფაქტს შორის ხო და შესაბამისად მოკლედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენ ბაზარი შეიძლება და ეხა ვიზუალურადაც ვაჩვენებ ამას ბაზარი შეიძლება დავყოთ გაგიზიარებთ ახლავე ბაზარი შეიძლება დავყოთ მოკლედ რამოდენიმე სეგმენტად ბიზნეს ციკლების კუთხით ხა მე მგონი ჩანს ასევე მნიშვნელოვანია ხმა გადავამოწმოთ ხოლმე როგორ ჩანს ამ შემთხვევაში ხმა მინდოდა მთლიან ეკრანზე აი ხა მთლიან ეკრანზე ესე ჩანს ესე უკეთ არის ხო ეხლა ეს პატარ-პატარა ესე ვთქვათ მაკროეკონომიკური ტერმინები რომ შემოვიტანეთ ასე ვთქვათ უნდა განვიხილოთ რამოდენიმე რამ და ძალიან ხშირად გსმენიათ ხოლმე ალბათ კრიპტოში ვინც ხართ მით უმეტეს ამ ადამიანებს რომ ასე ვთქვათ ბაზარი იმეორებს რაღაცა ისტორიას და ეს ბაზარი იმეორებს ისტორიას სულაც არ არის ჰაერიდან მოტანილი ამბავი ეს ამბები პრინციპში არის ძალიან ბევრჯერ განხილული და მთლიანად ზოგადად ასე ვთქვათ ბიზნეს ციკლებიც და ეკონომიკის ზრდა შემცირებაც რომ განვიხილოთ შეიძლება დავყოთ რაღაცა ეტაპებად ან გვაქვს რაღაცა პიკი შემდგომ გვაქვს დაღმასვლა შემდგომ რაღაც ძირი და ისევ აღმასვლა ხო და იქიდან გამომდინარე თუ ზოგადად ბიზნეს ციკლი და ეკონომიკური მდგომარეობები რა ეტაპზე არის იმის და მიხედვით ვაჭრობის ლოგიკაც შეიძლება კრიპტოსთან მიმართებაში სხვათა შორის შეიძლება შეიცვალოს აი კრიპტოსთან მიმართებაში რატო ვახსენებ ხო
თუ გაიხსენებთ თქვენ COVID-ის პერიოდში, როდესაც COVID პანდემია დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ბაზარზე აი COVID-ის პერიოდი, როდესაც დადასტურებულად დაიწყო, ბიტკოინის ჰალვინგი იყო იმავე წელს. ხო? COVID პანდემია დადასტურებულად 2020-ის მარტში გქონდა თუ თებერვალში ლადო. რაღაცა ესეთ პერიოდია, ხო? სადღაც ესეთ პერიოდი, ჰალვინგიც რამოდენიმე თვეში იყო, თუმცა ამან გავლენა იქონია ზოგადად ბაზარზე, როგორც ბიტკოინზე, ასევე სხვა ბაზრებზე და შესაბამისად, ასე ვთქვათ, ეს ბიზნეს ციკლიც ეს მომენტები დაჩქარდა, ხო? აი როგორ შეიძლება გავაკეთოთ იდენტიფიცირება? აი თქვენ ხედავთ პიკს, ხო? აი და პიკიდან რეცესიამდე ეს რას ნიშნავს, ხო? ზოგადად ჯამური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მცირდება ან ტემპი არის შემცირებული და ინვესტიციების რაოდენობაც შემცირდება და ასევე წარმოებაც არის შემცირებული. რატომ? რადგან ბაზარზე მოკლედ არის რაღაც ისეთი სენტიმენტები, რაც აი წარმოებასთან მიმართებაში, აი COVID-ის დროს წარმოებები შეჩერებული იყო რიგი მიზეზების გამო და ასევე ინვესტიციების კუთხით, ინვესტიციებმა გადაინაცვლა უბრალოდ სხვა სექტორში. ეს ამ ვებინარის თემა არ არის, თუმცა კურსის დროს განვიხილავთ ამ შემთხვევებშიც კი რა შეიძლება იყოს საინვესტიციო კარგად, ხო? შემდგომ თქვენ ხედავთ აქ რეცესიას და რეცესიის შემდგომ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ დაცემა, ხო? დაცემის შემთხვევაში ხდება რა? ინფლაცია სხვათა შორის, ან თქვენი გაუფასურებული ფული გაუფასურებას წყვეტს და აი ამ შემთხვევაში იზრდება უმუშევრობა და თქვენ ალბათ გახსოვთ, აი COVID-ის სიმპტომ განვიხილავ, რომ COVID-ის დროს ეს ყველაფერი სწრაფად მოხდა და შესაბამისად მოკლედ და უფრო მარტივია, ხო 2008 წლის კრიზისს რომ არ შევეხოთ და სხვათა შორის, როდესაც თქვენ აქ ხედავთ რეცესიაც, ასე ვთქვათ, პოსტფაქტუმ ხდება ამის დადასტურება. როგორც ჩვენ პოსტფაქტუმ, როდესაც განვიხილავთ ანალიზს, ჩვენ ვამბობთ რაღაც პერიოდის შემდგომ, რომ ეს იყო პიკი, ან ეს იყო სიტყვაზე ბიტკოინის ყველაზე დაბალი ნიშნული იმ წლის განმავლობაში, ან ყველაზე მაღალი ნიშნული, ხო? ვიღაცა თუ გეტყვით, რომ მე გამოვიცანი, ასე ვთქვათ, რა იყო ამ ბულ მარკეტის დროს ბიტკოინის პიკი და იმ დღესვე ვიცოდი, რომ ეს პიკი იყო ეს კონკრეტული ფასი, მოკლედ აქ შეიძლება სხვადასხვა პრობლემები გქონდეს, ხო? შესაბამისად, აი ამ პერიოდში, როდესაც გადავდივართ, მოკლედ ხდება რა, ინფლაცია ეცემა და უმუშევრობა იზრდება და ბუნებრივია უმუშევრობის ზრდა არის გამოწვეული იქიდან, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები მცირდება, წარმოებაც არის შემცირებული, როდესაც წარმოება მცირდება, ადამიანების ასე ვთქვათ, გაშვება ხდება სამსახურიდან და შემდგომ დაცემას, ასე ვთქვათ, მოყვება აუცილებლად აღდგენა და აღდგენის შემთხვევაში ხდება ესეთ რაღაც, რამის ხომ არ გაგონებთ, რამის დასაწყის. საპროცენტო განაკვეთი მცირდება და ხარჯვა მატულობს, ხო? ანუ ეს შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სამომავლოდ მნიშვნელოვანი, საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში ჩვენ ვიცით, რომ კლება დაწყებული არის, უკვე კარგა ხანია პრინციპში და რაღაც ნიშნულებსაც ელოდებიან მოკლედ და აღდგენის შემდგომ ისევ მივდივართ, ასე ვთქვათ, პიკამდე, ბუმამდე, სადაც ხარჯვა იზრდება, ინფლაცია არის გაზრდილი, აი ეს ინფლაცია, რომელიც COVID-ის შემდგომ რაღაც პერიოდში მოკლედ თავბრუსხვევა იქცა და უმუშევრობა მცირდება, რადგან ასე ვთქვათ, პიკის დროს ძალიან ბევრი დასაქმებები არის და შესაბამისად, მოკლედ ეს ყველაფერი მოქმედებს ბაზარზე. ასევე მნიშვნელოვანია, ესე ჩვენ ვისაუბრეთ მაკროეკონომიკაზე, ახლა ვსაუბრობთ მიკროეკონომიკაზე, რომელიც აი აქედან უკვე იწყება სხვაობა, ასე ვთქვათ, იმ ბაზარს შორის, რა ტრადიციულ ბაზარსაც და ამის გაზიარება შეგვიძლია მოვრჩეთ პრინციპში ამ ეტაპისთვის. მე უნდა გავთიშო, ხო? იმ ტრადიციული ბაზრებისთვის მოკლედ, ხო? ასე ვთქვათ, მიკროეკონომიკური ფაქტორები განსხვავდება ზოგადად კრიპტოინდუსტრიაში სხვა რაღაცებს ვაკვირდებით, იმის დამიხედვით თუ რა აქტივებზე გვაქვს საუბარი, ხო, იმის დამიხედვით თუ რა აქტივებზე გვაქვს საუბარი, ესეც ასე ვთქვათ განსხვავდება. ხო, პირველ რიგში და
ალბათ ბევრი დამეთანხმებით, მოკლედ, როდესაც გასაუბრება ხდება ხოლმე კურსის განმავლობაში ჩვენთან, პირველი კითხვა, რასაც ვსვამ ხოლმე, იცით თუ არა კრიპტოს შესახებ? ანუ გარკვეული ცოდნა გაქვთ თუ არა კრიპტოს შესახებ? თუ არ გაქვთ გარკვეული ცოდნა კრიპტოს შესახებ, მოკლედ, ეს კანონები, რა კანონებიც არის მიკროეკონომიკური, ასე ვთქვათ, ფაქტორები, ფაქტობრივად ამ სიბრტყიდან თქვენ იქნებით ამოვარდნილები და ვაჭრობთ ისეთ აქტივზე, რომლის ბუნებაც არის. და აი ამ შემთხვევაში მოვყავს ესეთ მაგალითი, წარმოიდგინეთ, მე ვიღაცამ მითხრას, რომ შენ შეგიძლია, მოკლედ, რაღაც ესეთ პლატფორმა არსებობს, გამიგია კოპარტი და კოპარტზე შეგიძლია ივაჭრო მანქანებით. ხო, ბუნებრივია, მე ჩემს მაგალითზე არ ვიცი მანქანების სპეციფიკა, თუმცა შეიძლება დავაკვირდე რას, ეს ფასში დაბალია, მაღალია, მაგრამ ვერ ხვდები ზოგადად ამ კონკრეტული პროდუქტის ღირებულება რა შეიძლება იყოს და ამ შემთხვევაში შეიძლება ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემი ვოიაჟი აი ამ ვაჭრობასთან დაკავშირებით დამთავრდეს კრახით. ამიტომ არის რომ ხშირად ჩვენ შევხვედრივართ ადამიანებს, რომლებმაც იციან ტექნიკური ანალიზი, აი ეს ოდნავ ეხმარებათ, არიან სხვა ინდუსტრიიდან გადმოსულები, ხო, ტრადიციულ ბაზრებზე ვაჭრობენ, მაგრამ აქ არიციან კონკრეტულად რას დააკვირდნენ. როგორ წაიკითხონ სიტყვაზე ამა თუ იმ აქტივის ეკონომიკური მოდელი რა არის, ამ ეკონომიკურ მოდელში რა შეიძლება იყოს დამალული, როგორ კონსენსუსზე მუშაობს, ხო? აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი თუ ასე ვთქვათ, რასაც ვაჭრობთ, აი ამ ვაჭრობის შესახებ, მოკლედ იცოდეთ ამ აქტივის შესახებ, ზოგადად რა არის ამის ბუნება და აი ამ შემთხვევაში იყოფა, ასე ვთქვათ, ეს გზები და ვისაც გაინტერესებთ, მოკლედ თუ როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ეს ყველაფერი, ჩვენ ასე გვაქვს კრიპტოლომის კურსი და ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ ასე ვთქვათ, ტექნიკურად რომ გითხრათ, ეს ცოდნა არის პრერეკვიზიტი იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომში გავაგრძელოთ, ასე ვთქვათ, უსაფრთხოდ მოძრაობა. ესე იგი, ჩვენ ვისაუბრეთ ფუნდამენტურ ანალიზზე, მაგრამ ფუნდამენტური ანალიზის დროს და ასევე მნიშვნელოვანია, როდესაც მიკროეკონომიკურ ფაქტორებზე საუბრობთ, აქ შეიძლება პოტენციურად დავითვალოთ, თუ რა შეიძლება იყოს ამა თუ იმ აქტივის ღირებულება. თუმცა, პირობითად მე დღეს თუ დავითვალე, რომ ბიტკოინის ღირებულება ტექნიკურად არის ყველაფრის და გათვალისწინებით პირობითად ავიღოთ 55,000, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალანზე იგი ბიტკოინის ფასი იქნება 55,000. ანუ თქვენ შეიძლება სწორად დაითვალოთ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ყველაფერი, მაგრამ ეს არ არის ბოლო. 55,000 შეიძლება რა ვიცი ბიტკოინი ერთ წელიწადში მივახლოვდეს, ერთ თვეში მივახლოვდეს, ეს არის პრობლემა სწორედ, როდესაც ტექნიკურ ანალიზს არ იყენებენ მხოლოდ ფუნდამენტურ ანალიზს. ფუნდამენტურ ანალიზში კი თქვენ დათვლადია ეს ყველაფერი და შეგიძლიათ თქვათ, რომ რაღაც პერიოდში აი შეგვიძლია განვიხილოთ და გავიხსენოთ ის სურათი, სადაც 3 წლის განმავლობაში ის ინვესტორი, ან ის ტრეიდერი, რომელმაც 17,000-ზე ან 68,000-ზე იყიდა ბიტკოინი, ამ შემთხვევაში მოკლედ გაჩერდა დიდი დროით. და აქ მოდის უკვე ტექნიკური ანალიზი, ტექნიკური ანალიზის კუთხით მოკლედ განვიხილავთ დოუს თეორიიდან გამომდინარე, განვიხილავთ რამოდენიმე ასპექტს, რაც გეხმარება ზოგადად ტექნიკური ანალიზის წარმოებაში და აი ეს ტექნიკური ანალიზი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, აი ჩარტებთან დაკავშირებით, როდესაც არის საუბარი, როდესაც ხედავთ ფასს, აი ხა განვიხილეთ ჩვენ, ჩარტზე არის გავლებული რაღაც ხაზები, გაურკვეველი ვიღაცები ლაპარაკობენ აღმასვლას, დაღმასვლას და ეს ყველაფერი საიდან მოდის, ხო? პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ ესეთ რაღაცაზე, რომ ყველაფერი რაც მოხდა კონკრეტულ აქტივთან მიმართებაში, კარგი სიახლე, ცუდი სიახლე, აქტივის ინფლაცია, დეფლაცია, ეს ყველაფერი არის ასახული ფასში. ანუ კოვიდით ყველად არ ვახსენე, ხო? კოვიდის პერიოდში რაც კი მოხდა ამა თუ იმ აქტივთან და მით უმეტეს კრიპტოსთან და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით, ეს არის ფასში ასახული. ასევე ჩვენ შეიძლება ამას შევხედოთ სხვანაირად. ჰალვინგი როდესაც ხდება ბიტკოინის, ანუ ეს მოვლენა არის ასახული ფასში. სიტყვაზე ეთერიუმის ფორკი მოხდა, ან ეთერიუმის აპგრეიდი მოხდა, ეს ყველაფერი არის ასახული ფასში. ანუ ეს სიახლეები და ეს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, რაც
მეტნაკლებად ვახსენით ჩვენ ფუნდამენტურ ანალიზში, ეს ყველაფერი უნდა იყოს ასახული ფასში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ განვიხილავთ ჩვენ ამ ყველაფერს, ეს კარგავს აზრს და პრინციპში რასაც ხედავთ მით უმეტეს კრიპტოვალუტებთან მიმართებაში, ან ზოგადად თუნდაც შეიძლება გუშინ შემოვერთით კრიპტოვალუტებს, მაგრამ გაგიგიათ ოქროს ფასის შესახებ და ესეთი რაღაცა იცით, ოქროს ფასი იზრდება მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ცუდად არის. ხო, შეიძლება მოკლედ მაინც გსმენიათ ეს და ესეც რეალურია ამ კუთხით. მეორე, უნდა ვიცოდეთ ზოგადად, როდესაც ჩარტს შევხედავთ ან ვაკვირდებით ბაზარს, თუ ასე ვთქვათ, რა წერტილში ვიმყოფებით და რა წერტილში ვიმყოფებით, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან კიდევ ერთხელ თქვენ შეიძლება იყიდოთ ფიქსზე, ესა თუ ის აქტივი ამ შემთხვევაში ბიტკოინი და რამოდენიმე წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, ამ თანხაზე თქვენ წვდომა არ გქონდეთ და ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას. ეხლა შევეცდები მოკლედ ისევ გავაზიარო ფოტოკოლაჟი, სადაც ჩვენ ვნახავთ მოკლედ ტექნიკურად თუ რაზე გვაქვს საუბარი, ხო? გვაქვს საუბარი რა ტრენდზე, შეიძლება სხვადასხვა ლიტერატურაში თქვენ შეგხვდეთ როგორც ტენდენცია, მაგრამ რამოდენიმე წესი არსებობს მოკლედ და ამ წესებსაც არ გადაუხვიოთ. ესე იგი, აქ გავადიდოთ და ვნახოთ რა. გვაქვს ძირითადი ტრენდი, ხო? ძირითადი ტრენდი რას გულისხმობს? პირობითად აქტივის ფასი გაუჩერებლად დიდი ხნის განმავლობაში, დიდი ხანი შეიძლება იყოს რამოდენიმე თვე, ადის მაღლა ამ აქტივის ფასი, ხო? ეს არის ძირითადი ტრენდი. თუ განვიხილავთ ჩვენ ბიტკოინის მაგალითზე პირობითად 20-22 წლის უკვე ზამთრიდან მოყოლებული ბიტკოინის ფასი იზრდებოდა დაახლოებით 3 წელიწადი, ხო? ან ძირითადი ტრენდი ამ შემთხვევაში აღმოვალიყო. და ძირითადი ტრენდის იდენტიფიცირება რისთვის შეიძლება? პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობ ძირითად ტრენდზე, ძირითადი ტრენდის, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ წასვლა ხშირ შემთხვევაში ტრეიდინგის კუთხით არის ფატალური. ფატალურში რას გულისხმობ, ხო? პირობითად თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ამა თუ იმ აქტივის ფასი არ შეიძლება გაიზარდოს რაღაცა 10%-ზე მეტად, რადგან ვიღაცამ გითხრათ, რომ ეს ისტორიაში არ მომხდარა, ხო? მქონია ჩვენ ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც აქტივის ფასი ერთი დღის განმავლობაში, რავი, თუნდაც ბიტკოინის ალბათ გემახსოვრება 15%-ით გაზრდილა, ხო? და ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ხდება, თქვენ ნახავთ ალბათ headline-ებს, სხვადასხვა სტატიებს, სადაც წერია, რომ აი ბიტკოინმა, კრიპტოვალუტებმა პირველად განიცადა ერთი დღის განმავლობაში ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, პროცენტული ზრდა, ან დიდი პროცენტული კრება. და შესაბამისად, როდესაც ძირითად ტრენდს გვინდა ავყვეთ, აი ამ შემთხვევაში შემოდის მეორადი ტრენდი ან ტენდენცია. მეორადი ტრენდი ან ტენდენცია რას გულისხმობს? პირობითად, როდესაც ბიტკოინის ფასი 20-20 investors and traders კონდა იმის შესაძლებლობა, თუ უნდა ძირითად ტრენდს ისმის ჩვენი ხმა კარგად ლადო, ხო. თუ უნდა აყოლოდა ძირითად ტრენდს, ამის შედეგად მას დაეხმარებოდა მეორადი ტრენდი, ტენდენცია. მეორადი ტრენდი, ტენდენცია რას გულისხმობს, ხო? მეორადი ტრენდი არის საპირისპირო მიმართულების ძირითადი ტრენდის, ხო? და შესაბამისად ეს საპირისპიროობა, ხო? შესაბამისად ეს საპირისპიროობა საბოლოო ჯამში აძლევს როგორც ტრეიდერებს, ასევე ინვესტორებს იმის საშუალებას, რომ იქნება, ასე ვთქვათ, ამ მატარებელს, რომელიც ძირითადი ტრენდი არის აღმავალი, რამენაირად დაეწიოს, ხო? და ასევე გვაქვს მცირე ტრენდები, მცირე ტრენდებს ხშირ შემთხვევაში ვეძახით ხმაურებს და ამ შემთხვევაში თქვენ თუ დღის განმავლობაში, ანუ ეგრეთ წოდებული ყოველდღიურად მოვაჭრე ტრეიდერი ხართ, შესაბამისად მცირე ტრენდები ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს თქვენთვის საინტერესო, ხო? ესე იგი, ეს განვიხილეთ რა, კიდევ ერთხელ, უნდა ვიცოდეთ ბაზრის სტრუქტურა, სად ვიმყოფებით
აღმავალ ბაზარზე, ეგრეთ წოდებულ bull market-ზე თუ დაღმავალ ბაზარზე, ეგრეთ წოდებულ bear market-ზე. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ თქვით ესეთი რაღაც, რომ კონკრეტული პიკების ან კონკრეტული ყველაზე დაბალი ნიშნულების გამოცნობა ხდება, ასე ვთქვათ, post-factum და აქაც ეს წესი მუშაობს, როდესაც ძირითადი ტრენდი იცვლება, ამ ძირითადი ტრენდის შესვლას ჩვენ post-factum ხვდებით, ამიტომ გადაცემების მიმდინარეობისას ჩვენ ფიზიკურად ვერ გეუბნებით, რომ აი ახლა დღეს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ნიშნული. არა. თან ჩვენი, ასე ვთქვათ, დიალექტიკა და ლექსიკა არის სხვანაირი. ეხლა შეიძლება იყოს პერიოდი იმისთვის, რომ გაყიდოთ აქტივი, ეხლა შეიძლება იყოს პერიოდი იმისთვის, რომ იყიდოთ აქტივი, ხო? ანუ ამაზე გვაქვს საუბარი და ეს ყველაფერი საიდან მოდის, ამას განვიხილოთ. ასევე საინტერესო არის განვიხილოთ ბაზრის სამი ფაზა. და ბაზრის სამი ფაზა შეგვიძლია ასე ვთქვათ, ორ სხვადასხვა სცენარში ასე ვთქვათ, მიმოვიხილოთ, როდესაც ძირითადი ტრენდი არის აღმავალი და როდესაც ძირითადი ტრენდი არის დაღმავალი. ხო, აი ძირითად ტრენდს ან ტენდენციას როდესაც ვიხსენებთ, თქვენ ეგრევე გონებაში უნდა იფიქროთ, რომ აი დიდხნიან ტრენდზე არის საუბარი, ხო? პირველი ფაზა, რაც სხვათა შორის ძალიან კარგი ფაზა არის იმათვის, ვინც მით უმეტეს აპირებს ვაჭრობას, ინვესტორებისთვის ხო საუკეთესო ფაზა არის, რადგან ინვესტორები ფაქტობრივად ამ პერიოდში ახდენენ ძირითად შესყიდვებს, თუმცა ტრეიდერები ძირითადი შესყიდვის გარდა ასევე, ასე ვთქვათ, ამ დიაპაზონებში ახდენენ თავიანთი კოინების ამ კრიპტოვალუტებზე, რადგან ვსაუბრობთ, თავიანთი კოინების მულტიპლიკაციას და ესეც ხელსაყრელი არის მათთვის, ხო? აკუმულაციის ფაზაში ფაქტობრივად ბაზარზე მანამდე მოხდა ისეთი რაღაც, რომ ასე ვთქვათ, დიდი მოძრაობები არ გვაქვს, ეგრეთ წოდებული ვოლატილურობები არ გვაქვს და აქ ხშირ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტერმინს, მით უმეტეს კრიპტოლომის კურსი თუ გაქვთ გავლილი, მიხვდებით, რომ ამ შემთხვევაში შემოდიან, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებსაც აქვთ, ანუ ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ფული შემოდის ამ შემთხვევაში. ხომ მშვიდობა გვაქვს ტექნიკურად? მაინც გადავამოწმო, ტექნიკურად მშვიდობაა? ხო, კარგი. აკუმულაციის ფაზა. აკუმულაციის ფაზაში თქვენ თუ თქვენ მეზობელს კითხავთ ბიტკოინის ან კრიპტოვალუტების შესახებ, ის გეტყვით, რომ ეგეთ რაღაცა არ იყიდოთ, ან აქ არ განახორციელოთ ინვესტორები, მოკლედ ბაზარი დადებითი სენტიმენტებისგან, იმ სენტიმენტებისგან, რომელიც ჩვენ ფუნდამენტურ ანალიზში განვიხილეთ, უკვე, ასე ვთქვათ, დაცლილია. შემდგომ შემოდის ხალხის ჩართულობის ფაზა. ხალხის ჩართულობის ფაზა ჩვენ ბევრჯერ განვიხილეთ ზოგადად, როდესაც ბიტკოინის ფასი ნელ-ნელა ან კრიპტოვალუტების ფასი ნელ-ნელა იზრდება და ჩვენი ჯგუფის მაგალითზე თქვენ გინახავთ ალბათ ბევრჯერ, რომ ასე ვთქვათ, ხალხის აქტიურობაც იზრდება, კითხვებს ვამენ ძალიან ბევრს, ხალხის ჩართულობის ფაზაში ლიკვიდურობა იზრდება, უფრო მეტი თანხა შემოდის ბაზარზე და ასე ვთქვათ, ბაზარს აქვს საწვავი იმისთვის, რომ განაგრძოს, ასე ვთქვათ, ტრეიდერმა თუ ინვესტორმა და ზოგადად ბაზარმა მოძრაობა. აი ახლა გისვამთ ესეთ კითხვას, თუ თქვენ იცნობთ და ამ ანატომიის იდენტიფიცირება შეგიძლიათ, ბუნებრივი არის აკუმულირების ფაზაში, მაგრამ აკუმულირების ფაზა ტექნიკური ანალიზის გარდა სენტიმენტით განსხვავდება და ეს სენტიმენტი რა არის? ვიღაცას თუ კითხავთ, რომ ბიტკოინი ახლა ვიყიდო გარეთ, ის გეტყვით არა, რადგან ბიტკოინი განულდება, ან რომელიღაცა კრიპტოვალუტა განულდება, ან ამ ბაზარს არაფერი არ ეშველება, ამ პირობითაც შეიძლება ვიღაცამ გითხრათ, კრიპტოვალუტებს თუ არ შევეხებით, AI დიდი ბუშტია, აქ არაფერი, მოკლედ, თუ ვინმეს აზრს კითხავთ, ამიტომ არის სწორედ, რომ აკუმულირების ფაზაში ჭკვიანი ფული შემოდის და არა ის ფული, რაც ხალხის ჩართულობის ფაზაში გვაქვს. და შემდგომ გვაქვს გადანაწილებას ამას ვერ დავარქმევ, თუმცა ეს გადანაწილება სიტყვა დაგვეხმარება შემდგომში. აქ შეიძლება ვთქვათ, ასე ვთქვათ, სიჭარბის დიაპაზონები არის ეს და უკვე ტრეიდერების და ინვესტორებისთვის, რომლებსაც თავიანთი გეგმა აქვთ, ეს არის გასვლის ფაზა, სადაც ფაქტობრივად ხალხის ჩართულობა იმდენად დიდი არ არის, მაგრამ აქტივის ფასი არის მაღალი და შესაბამისად ეს აქტივის
ფასის სიმაღლე ძალიან ბევრს აბნევს. ბუნებრივი არის, როდესაც ჩვენ განვიხილეთ ვებინარის დასაწყისში ის 19000 ბიტკოინის ფასი ან 78000 ბიტკოინის ფასი, იქვე არსებობდა ის სიჭარბის გადანაწილების ფაზა, სადაც პრინციპში ძალიან ბევრი ადამიანი შეცდა, ასე ვთქვათ, გააკეთეს ინვესტირება. რატომ? იმიტომ რომ არ იცოდნენ ტექნიკური ანალიზის დახმარებით თუ ბაზარში ეხლა სად იმყოფებოდნენ, ხო? ბაზარი რა კონდიციაში იყო და შესაბამისად ეს არის განაცხადი. ეს განვიხილეთ ყველაფერი აღმავალი ძირითადი ტრენდის მაგალითზე. ეხლა ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ, ასე ვთქვათ, როდესაც დაღმავალი გვაქვს ძირითადი ტრენდი და სხვათა შორის ძალიან გავს ეს ორი სურათი ერთმანეთს, ხო? აქაც გვაქვს განაწილება, ეს განაწილების გაგრძელება არის ეს ფაზა. ადამიანები ჯერ ვერ ხვდებიან ბიტკოინი 120,000 გაცდება თუ არა, მაგრამ 120,000 რაღაც საინტერესო ფასია და შემდგომ ვიყენებთ იგივე ტერმინს, რა ტერმინის გამოვიყენეთ, აი ეგ მეორე გვაქვს ხალხის ჩართულობა. აქაც ხალხის ჩართულობა იზრდება, ჯგუფებში აქტიურობა იზრდება, ვიღაცები აქტიურად კითხულობენ, ეხლა შემიძლია მე ვიყიდო ბიტკოინი, ხომ არ ვიყიდო კიდევ ბიტკოინი ან ხომ არ გავყიდო ეს აქტივი, მოკლედ აქაც ხალხის ჩართულობა გვაქვს, მაგრამ ეს ხალხის ჩართულობა აისახება რაში? ფასის კლებაში. რადგან აი ამ შემთხვევაში რაღაც პერიოდის მერე დავაიდენტიფიცირებთ, რომ ძირითადი ტრენდი არის დაღმასვლის ტრენდი და შესაბამისად აქაც ჩვენი ასე ვთქვათ ანალიზებით და ბევრნაირი ტექნიკური ანალიზით, ფუნდამენტური ანალიზით, სხვადასხვა ალგორითმებით, მოკლედ აი ამ ხალხის ჩართულობის ფაზაში ვართ ჩვენ. თუ დააკვირდებით ჯგუფს, მიხვდებით, რომ ეხლა კითხულობს ხალხი სიტყვაზე რა იყიდონ ან რა აქტივი გაყიდონ, მაგრამ არა კარგი კონტექსტით, ხო და აი აქაც შესაბამისად ბაზარი პანიკაში არის, ვერ ხვდებიან ადამიანები რა ქნან და აი აქ იდენტიფიცირება ძალიან რთულია ხოლმე, გადავედით თუ არა სასოწარკვეთის ფაზაში, სადაც სასოწარკვეთის ფაზა არის ძირითადი ტრენდისთვის, აღმავალი ტრენდისთვის აკუმულაციის ფაზა, სადაც ფაქტობრივად ის ადამიანები ვისაც არ ჯერათ ამა თუ იმ აქტივის ან ბაზრის, გადიან ბაზრიდან, არიან გასულები ბაზრიდან და აქ რჩება მხოლოდ ის ხალხი, რომელიც ასე ვთქვათ, სამომავლოდ განახორციელებს ასე ვთქვათ, საჭირო ინვესტიციებს, ხო? ეხლა რაც შეეხება მეოთხე მოსაზრება, რაც პრინციპში აქ დაგეხმარებათ, არის ის, რომ ასე ვთქვათ, ბაზრის ინდუსტრიაში ბაზრის კომპონენტები ერთნაირად მოძრაობენ. ანუ რას გულისხმობთ ამაში და ეს ჩვენს რეალობაში შეიძლება მცდარიც იყოს რაღაცა კონტექსტით. აი პირობითად თუ განიხილავთ სიტყვაზე Litecoin-ს, ალბათ ბევრმა იცით ამ კოინის შესახებ, Litecoin-ის ჰალვინგი 1 წლით ადრეა ვიდრე ბიტკოინის ჰალვინგი და ეს ფაქტორი რაზეც არის აქ საუბარი, ხო? აი კიდევ ერთხელ მიკროეკონომიკური ფაქტორები, ხო? ან თქვენ თუ არ იცით პროდუქტი, რა პროდუქტზეც უნდა ივაჭროთ, ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, ტექნიკური ანალიზის მიხედვით კიდევ ერთხელ რა სტრუქტურული ნახაზიც არ უნდა გავავლოთ საბოლოო ჯამში, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან აი ამ მატარებელს, რომელი მატარებელიც არის სხვადასხვა ლოგიკები, ასე ვთქვათ, ბაზარი იმეორებს Litecoin-თან მიმართებაში თავის თავს, სხვადასხვა პერიპეტიებია, შეიძლება მთლიანი კრიპტობაზარი ვარდებოდეს, მაგრამ Litecoin-ის ფასი იზრდებოდეს, ხო? აი ესეც არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და შესაბამისად ის, რომ ერთიანად ყველა აქტივის ფასი გაიზრდება, ან ერთიანად ყველა აქტივის ფასი შემცირდება, ეს ლოგიკები თუ დააკვირდებით თქვენ და ახლები მით უმეტეს ვინც ხართ, ალბათ ნახავდით ჯგუფში დაწერილ კომენტარს, აი ეს რაღაცა კოინის ფასი 10 ჯერ გაიზარდა და რა ხდება. ამ კოინზე რო გადავალთ და რომ ნახავთ სიტყვაზე კონკრეტულ ამ X კოინს, მიხვდებით, რომ ახალი შექმნილი კოინია, სადაც ისედაც მცირე თანხები იყო, ვიღაცებმა თანხები გადაისროლეს და შესაბამისად ეს დაგქონდა. ანუ ეს თეორია, ასე ვთქვათ, შეიძლება რამოდენიმე 10 წლეულის წინ სწორი ყოფილიყო, მაგრამ მარტო ამას ვენდობთ. და ასევე გვაქვს რა? ასევე გვაქვს ერთი საინტერესო ამბავი, ამის გაზიარებას მე მგონი შევწყვეტ, ერთი საინტერესო ამბავი არის მოცულობა. მოცულობაში რას გულისხმობთ? კონკრეტული დროის მონაკვეთში რამდენი ყიდვა-გაყიდვა შესრულდა. ხო, აი კონკრეტული დროის მონაკვეთში რამდენი ყიდვა-გაყიდვა შესრულდა, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ეს ძალიან მარტივად.
ეს ყველაფერი ჩარტზე. ეხლა ჩვენ გადავალთ ჩარტზე და ხშირ შემთხვევაში გამოვიყენებთ ესეთ ტერმინს, რომ ტრენდი არის დადასტურებული მოცულობით. ტრენდი არის დადასტურებული ვაჭრობის მოცულობით. ანუ, როდესაც აქტივის ფასი დაბლა ჩამოდის, ამ შემთხვევაში ვამბობთ ესეთ რაღაცას, რომ თუ მოცულობაც იზრდება, ანუ ეს დაღმასვლის ტრენდი, ასე ვთქვათ, დადასტურდა. აი ყველაზე მარტივი მაგალითი ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, აი ეს არის მოცულობის მაჩვენებლები, დეტალურად რა შეიძლება დაგვეხმაროს ეს მოცულობის მაჩვენებლები უფრო შემდგომაც გავშლით. აი წარმოიდგინეთ რაღაც მოცულობის მაჩვენებელი ჩანს, ხო? აი კომენტარებში დაწერეთ ეს ფერები ჩანს თუ არა. აი ეს სიტყვაზე მოცულობის მაჩვენებელი რაღაც ნიშნულზეა, ნელ-ნელა იზრდება. ნახეთ, როდესაც ფასი იკლებს აქ, ბიტკოინის ფასმა კლება დაიწყო და მოცულობის მაჩვენებელი გაიზარდა. რას ნიშნავს? ანუ ეს დაღმასვლა მოცულობით დადასტურდა და შეხედეთ ბოლო დაღმასვლას. ბოლო დაღმასვლასაც ვხედავთ აქ და ეს დაღმასვლაც მოცულობით დადასტურდა. ანუ კიდევ ერთხელ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი, რაც გიდასტურებთ იმას, რომ ბაზარზე მართლა ეს სენტიმენტია, რომ ასე ვთქვათ, შესაძლებელია შემცირდეს ამ აქტივის ფასი, ხო? და ასევე მნიშვნელოვანია მეექვსე ფაქტორი, რასაც განვიხილავთ ხოლმე, აი ესეთი რაღაცა ვთქვით ჩვენ, ხო? რომ ძირითადი ტრენდი აღმასვლის და ძირითადი ტრენდი დაღმასვლის. კიდევ ერთხელ, ძირითადი ტრენდი გრძელდება მანამ, სანამ საპირისპირო ნიშანი არ დადასტურდება. ანუ სანამ, ასე ვთქვათ, ჩვენ ვერ შევამჩნევთ შემცირდა თუ არა ძირითადი ტრენდის, ასე ვთქვათ, ძალა. ძირითადი ტრენდის ძალის შემცირება შეიძლება იყოს დამოკიდებული რაზე? პირობითად ხალხის ჩართულობა, ორივე ფაზაში აღმასვლაშიც ჰქონდა ხალხის ჩართულობა, დაღმასვლაშიც ჰქონდა ხალხის ჩართულობა. აი, დაღმასვლაში, როგორც კი ჩვენ ნახავთ, უკვე დაღმასვლის ძირითადი ტრენდი არის დაღმასვლის, ეს დადასტურდა რამოდენიმე თვის წინ და კვირის წინ პოსტფაქტუმას, რაზეც სხვადასხვა ანალიტიკითაც ვსაუბრობდით, თუმცა სუფთა ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ პრინციპში, რომ 26-ის დასაწყისში და მით უმეტეს 25-ის ბოლოს, ასე ვთქვათ, დადასტურებული იყო ის, რომ ძირითადი ტრენდი შეიცვალა. კიდევ ერთხელ, აქ არის მნიშვნელოვანი, ხო? აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ყველაფერი არ აგვერიოს მეორად ტრენდში. მეორადი ტრენდი თქვენ გახსოვთ ალბათ. მეორადი ტრენდი რა არის? ის ტრენდი, რომელიც ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ იქცევა. აი ნახეთ, ძირითადი აღმასვლის ტრენდი, მეორადი ტრენდი. ძირითადი აღმასვლის ტრენდი გაგრძელდა, მეორადი ტრენდი. აქ მეორადი ტრენდი ისე გამოიყურება, რომ ადამიანებს, როდესაც ბიტკოინი 2025 წლის აპრილში 75,000-ზე იყო, ასე ვთქვათ, ტექნიკურადაც პრინციპში ჰქონდათ ტრეიდერებს მით უმეტეს თავი დაზღვეული იმისთვის, რომ სიტყვაზე თუ ამაზე დაბლა ჩამოვა აქტივის ფასი უფრო დიდი ხნით, ალბათობა იმისა, რომ ძირითადი ტრენდი შეიცვალოს, არის დიდი. და შესაბამისად, როგორც ვთქვი, მოკლედ, ამის იდენტიფიცირება თუ სად ვიმყოფებით ახლა, არის მნიშვნელოვანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლედ, კიდევ ერთხელ დაუბრუნდე მე ამას. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ესეთ რაღაც. იყიდოთ აქტივის ფასი აქ, დაელოდოთ, რა ქვია, თქვენი ფულის გაუფასურებას, როგორც კრიპტოსთან მიმართებაში, დოლარი, ასე ვთქვათ, და ნებისმიერი ვალუტა თქვენ იცით ალბათ, რომ უფასურდება და შესაბამისად, ასე ვთქვათ, უფრო ნაკლები აქტივი გქონდეთ. და სწორედ კურსის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ იმ ფუნდამენტურ საკითხებს, რაც არის საკითხები, რაც სიტყვაზე უშუალოდ ტრეიდინგს ეხება, კრიპტოალომის ფარგლებში თქვენ პრინციპში 95% ფუნდამენტური საკითხების, რაც შეიძლება დაგეხმაროთ ვაჭრობაში და კრიპტოტრეიდინგში, ასე ვთქვათ, ამოწურული გაქვთ, თუმცა არის რაღაც პერიპეტიები, რასაც უშუალოდ ვაჭრობის შემთხვევაში ვაკვირდებით და ასევე არის ტექნიკური ანალიზი. ფაქტობრივად ტექნიკური ანალიზი გეხმარებათ იმაში, რომ ამდენ ინფორმაციულ, ასე ვთქვათ, ქაოსში გაერკვეთ და თუ თქვენ ვებინარს თავიდან ბოლომდე უსმინეთ, ალბათ კიდევ ერთხელ ხვდებით, რომ აი ხალხის დაღმასვლის, ესე იგი, ძირითადი ტრენდი არის როგორი? ლადო, დაღმასვლის, ძირითადი დაღმასვლის ტრენდში ჩვენ ვიმყოფებით ხალხის ჩართულობის ფაზაში, რომელიც რაღაც პერიოდის შემდგომ ამოიწურება, დაისადგურებს სასოწარკვეთა და ეს პერიოდი არის
იმისთვის, გადასარევი პერიოდი არის იმისთვის, კაპიტულაცია. ხო, კაპიტულაციის პერიოდი არის იდეალური იმისთვის, რომ თქვენ შეიძინოთ განათლება თუ როგორ უნდა ოპერიროთ, ასე ვთქვათ, ბაზარზე ვაჭრობის კუთხით. ასე მნიშვნელოვანი რატომ ქვია, ასე ვთქვათ, ამ კურსს ვაჭრობის ბაზისები, რადგან აქ მოდიან ადამიანები, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, შეიძლება ბირჟასთანაც, ასე ვთქვათ, შეხება, ესე აქტიური შეხება არ ქონდეთ, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებს იცნობდნენ ამ თუ იმ აქტივთან დაკავშირებით და შესაბამისად, მოკლედ, იდეალური დრო არის პრინციპში, ახლა კრიპტოლომის კურსის ჩაეშვება, ეს კურსიც უკვე ჩაეშვება ცოტა ხანში და მოკლედ არის, რა ქვია, ჟამი იმისა, რომ ასე ვთქვათ, თქვენ მიიღოთ განათლება. ეხლა რაც შეეხება მოკლედ აქვე თუ გვაქვს კითხვები და მე კომენტარის კითხვებიც ვნახოთ. ასევე თუ გაინტერესებთ მოკლედ დეტალურად, არის დეტალური კითხვები ხოლმე, თქვენ შეგიძლიათ Pixel Academy-ის ვებგვერდზე ნახოთ კურსთან დაკავშირებული სილაბუსი, ასევე პირადი გასაუბრების დროსაც შეგიძლიათ მოკლედ მკითხოთ ტექნიკურად რა გაინტერესებთ, შეიძლება თქვენ ასე ვთქვათ რამოდენიმე მოარული ტერმინი იცოდეთ, პირობითად აი ინდიკატორები, ხო კი, ინდიკატორებთანაც შეხება გვექნება, განვიხილავთ რამოდენიმე ინდიკატორს, ასევე თქვენ ისწავლით აი ხშირი შეკითხვა ხოლმე ვიღაცებმა დაიწყეს ვაჭრობის სწავლა და ინდიკატორებს, როდესაც უახლოვდნენ, როგორ შეიძლება დაგეხმაროთ მაგას ვერ ხვდებიან, რომელი ინდიკატორი აერჩიონ, რა ინდიკატორი, რა სტრატეგიაზე როგორ მუშაობს და ზოგადად ასე ვთქვათ, სად შეიძლება მოკლედ მეტნაკლებად ეფექტურად გამოვიყენოთ ესა თუ ის ასე ვთქვათ ინფორმაცია, აი ამას კითხულობენ ხოლმე და ეს ყველაზე მინიმალური ინფორმაცია წერია ამ სილაბუსში, რასაც ვასწავლით, ჩვენ უფრო ასე ვთქვათ გაჩნია იმის დამიხედვით, აი აქ მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ ერთხელ, ჯერ არ დაგვიწყია მოკლედ ლექციები და მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა. აი კომენტარებიდან გამომდინარე მივხვდებით მოკლედ ჩართულობის კუთხით, რადგან ჩვენ უნდა გქონდეს აქტიური კომუნიკაცია და ამ აქტიური კომუნიკაციის შედეგად მივხვდებით რეალურად სად ვიმყოფებით. ძირითადი აღმავალი ტრენდი გვაქვს ჩვენ ლექციების მიმდინარეობისას თუ რაღაც მეორადი ტრენდები არსებობს, რაც მათ შეიძლება ასე ვთქვათ, ძირითადი ჩვენი აღმავალი ტრენდი სწავლის განმავლობაში შეაფერხოს, მოკლედ რაც შეიძლება ბევრი კითხვა დასვით გისმენთ. აი ესეთი კითხვა ანრი კითხულობს, როგორც წესი, კაპიტულაცია რამდენ ხანს გრძელდება ხოლმე? ხო, საინტერესო შეკითხვა არის, მადლობა ამ შეკითხვისთვის. კაპიტულაციის შემთხვევაში თუ დავაკვირდებით, მოკლედ კაპიტულაციის ფაზა და ეს აკუმულირების ფაზა არსებული ფაზებისგან შეიძლება განსხვავდება, ანუ უფრო ნაკლები არის, მოკლედ ესე რომ დაიმახსოვროთ, ვიდრე ხალხის ჩართულობის ფაზა. ეს არის მნიშვნელოვანი. იქ შეიძლება ნახოთ, რომ ძირითადი ტრენდი სხვადასხვა განმარტებებში, სხვადასხვა ლიტერატურაში შეიძლება თქვათ, რომ 1 წლის ან 2 წლის განმავლობაში შეიძლება გრძელდებოდეს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში კრიპტო სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, რომ დაახლოებით 1 წლამდე გვაქვს ხოლმე რა ციკლებიც გვინახავს ვადა იმისთვის, რომ რა ქვია, განვახორციელოთ, ასე ვთქვათ, საინტერესო შესყიდვები. თუმცა ისტორიულად თუ გადახედავთ, აი ხა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, ხო? აი 2022 წლის მაისიდან სიტყვაზე 2023 წლის მარტამდე, ხო? აი ეს დიაპაზონი. აი სადღაც უხეშად მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში. უფრო დიდხანს თუ გაგრძელდა, აქ შეიძლება ბაზრის სტრუქტურის იდენტიფიცირებასთან გვაქვს პრობლემა და ესეც კიდევ სხვა ამბავია. თუმცა წელზე მეტი, მით უმეტეს ჩვენ ინდუსტრიაში ესეთ რაღაც არ გრძელდება. ხალხის ჩართულობა თქვენ რასაც აკვირდებით, ხო? ხალხის ჩართულობა უფრო დიდი არის. თუ სხვა ფაზებსაც დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ხალხის ჩართულობის ფაზა არის გაცილებით დიდი. თეონას გამოდის ასეთი კითხვა, რა პროგრამებში ვიმუშავებთ? საინტერესო შეკითხვა, კარგი შეკითხვა. პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება TradingView. TradingView-ზე ჩვენ ფაქტობრივად ვნახულობთ პირველ რიგში სავაჭრო წყვილებს, აგერ არის მოცემული Bitcoin-ი ჩავწერე USDT-ში, ხო? შემდგომ აქვე ვნახულობთ ბირჟებს,
ბირჟების ჩამონათვალს და ეს ტრეიდინგი გვეხმარება იმაში, რომ სუფთა ტექნიკური ანალიზის კუთხით ჩვენ განვახორციელოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ნახაზები ჩამოვაყალიბოთ, ჩვენი გეგმა ჩამოვაყალიბოთ, ჩვენი სტრუქტურა ჩამოვაყალიბოთ და ასევე ამ კურსის განმავლობაში უშუალოდ ვაჭრობა განხორციელდება Mexis პლატფორმაზე და Mexis პლატფორმის მიხედვით განვიხილავთ თუ ასე ვთქვათ, რა დამატებითი ხელსაწყოები არსებობს იმისთვის, პირობითად თქვენ ღამის 3 საათზე თუ გძინავთ და ბიტკოინის ფასი ჩამოვიდა 40,000-მდე, ამ შემთხვევაში პლატფორმაზე რა უნდა დააყენოთ ისე, რომ ასე ვთქვათ, ეს შესაძლებლობა არ გამოტოვოთ ხელიდან, არ გაუშვათ ხელიდან. რამინის კითხვა ისე ჯერჯერობით თანხის მხოლოდ 20% ჩავდე კრიპტოში და ველოდები უფრო დაბალ ფასებს, მაგრამ არ ჩანს ჯერ და რამდენად კარგად ვიქცევით ან არ მინდა რომ ზემოთ შევახტე მერე ფასებს. კარგი შეკითხვა არის, მადლობა შეკითხვისთვის. ეს რაც შეეხება მოკლედ სცენარების კუთხით, ეს უფრო ინვესტირებას ეხება ვიდრე ტრეიდინგს. სიტყვას ტრეიდერმა შეიძლება თქვას და ნახოს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა იმისა, რომ ის და არსებული 80% თანხა იბაჭროს ისე, რომ სტრუქტურა აწყოს ბაზრის და სიტყვაზე შემდგომ დაღმასვლას ჩაყვეს და დაღმასვლაშივე იშოვას ფული. როგორც ასე ვთქვათ, ინვესტორის გადმოსახედიდან, ანუ იმ ტრეიდერის გადმოსახედიდან, რომლისთვისაც რაღაც დროის მონაკვეში ძალიან მცირე ვაჭრობა ხდება ხოლმე, აქ ერთი საინტერესო ვიდეო არის ჩვენ ჯგუფში დევს, ხო, ავთოს ვიდეო, სადაც ავთო საუბრობს საინტერესო დიაპაზონებზე, რა საინტერესო დიაპაზონები შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, შესყიდვისთვის, თუმცა ეს, ასე ვთქვათ, ეს კითხვა და პრინციპში აი ამ კუთხით პორტფელის შედგენა, თუ არ გვაქვს კრიპტოლომის კურსი გავლილი, აუცილებლად უნდა გავიაროთ. თუ კრიპტოლომის კურსი გვაქვს გავლილი, მაშინ მოკლედ გავიხსენოთ ის სტრატეგიები, რა სტრატეგიები შეიძლება იყოს, ხო? ის რომ ახლა ჩვენ ვთქვათ, პირობითად ეს იყო, ასე ვთქვათ, ეს არ არის ჯერ ძირი და ძირი შემდგომში მოდის, ბევრი ინდიკატორი, ასე ვთქვათ, ტექნიკურადაც ჯერჯერობით ბაზარი არ გამოიყურება ისე, რომ კაპიტულაცია შევედით და აკუმულება დავიწყეთ, თუმცა COVID-ის არ იყოს, ბაზარზე ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს, რაც უკვე ფუნდამენტური ამბავი. არის კიდევ კითხვა თეონასგან. ვაჭრობისთვის რა კაპიტალი იქნება საჭირო? სატესტო ვაჭრობას გულისხმობ, მადლობა. მადლობა ისევ შეკითხვისთვის. სატესტო კაპიტალი ჩვენ შეგვიძლია როგორც სიტყვაზე დემო ანგარიშებითაც მოხდეს ვაჭრობა, თუმცა კიდევ ერთხელ ესე პლატფორმიდან გამომდინარე, ახლა Mexis პლატფორმაზე, ხო? როგორც ვიცით, $10 ნაკლები პოზიციების გახსნა შეიძლება, $5 ნაკლები პოზიციების გახსნა შეიძლება. ანუ აქ არ არის, ასე ვთქვათ, რომ გავიგოთ ამ კურსის შინაარსი სწორად. ფულთან ურთიერთობა ეს კიდევ დროის ამბავია, როდესაც გაივლით უკვე ამ კურსს, თქვენ უნდა დარჩეთ თქვენ თავთან მარტო, თქვენ სტრატეგიებთან მარტო, თქვენ რა ცოდნაც გაიარეთ იმასთან მარტო, შესაბამისად მიამატოთ ცოდნა და ეს კაპიტალი, ასე ვთქვათ, ნელ-ნელა გაიზრდება. სხვადასხვა კაპიტალს, სხვადასხვანაირი მოპყრობა სჭირდება. პირობითად ვიღაცა შეიძლება ქონდეს $100 კაპიტალი, ვიღაცა შეიძლება $10,000 კაპიტალი, თუმცა ეგრევე $10,000 კაპიტალი დაწყება, რა თქმა უნდა, არ არის არანაირად რეკომენდირებული. თუმცა როგორც კი იზრდება და ამ პერიპეტიებსაც გავვლით ჩვენ, ასე ვთქვათ, ეს ბიჯები როგორ უნდა განხორციელდეს და ბიჯების განხორციელების შემდგომ რა შეიძლება შეიცვალოს არა ბაზრის სტრუქტურაში, არამედ თქვენ ქცევაში. და ამასაც გავვლით, როდესაც ფსიქოლოგიის ნაწილსაც შევეხებთ. ახლა არის ესეთი ჩვენ მე მიყვარს ხოლმე ესეთი კითხვები, ვანგის კითხვებს ვეძახი ხოლმე. დავტესტოთ. ATH, ანუ all time highs, ანუ მაღალი ნიშნული. რას ფიქრობთ, რამდენს დადებს 2030 წლისთვის? მილიონი არა და 500,000 მაინც რეალურია ან 300,000? ხო, აი ეს კითხვა ძალიან მომეწონა და გეტყვი რატო. 20-30 ანუ ვუსმენ ხოლმე ამ 20-30 წელს და 20-30 წელი როდესაც ჩემ თავში მოდის, შემდგომი ჰალვინგი როდის გვაქვს შემახსენით 20-28-ში. ბაზრის სტრუქტურას თუ დააკვირდებით, ხო, აი ყველაზე დიდხანს ასე ვთქვათ ამ სტრუქტურამდე, თუ ესე განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ბაზარს როგორც ადრე იქცეოდა, ისე მოიქცევა, შესაბამისად 20-30 წელი შეიძლება საერთოდ არც იყოს სახარბელო, მაგრამ აქ არსებობს ერთი დიდი ფუნდამენტური, მაგრამ აი ეს ფუნდამენტური ანალიზი, რაც
ავთოსგან გაქვთ ამ შემთხვევაში ნასწავლი, ამ ფუნდამენტურ ანალიზში ჩანს, რომ უკვე სხვა ადამიანებიც, სხვა ინსტიტუციებიც, სხვა ქვეყნებიც არიან დაინტერესებული ამ აქტივებით და შესაბამისად ბაზრის ქცევა და ის მიკროეკონომიკური ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს აქტივის ფასზე, შეიძლება შეიცვალოს. მაგრამ თუ ყველაფერი დარჩა იმ ფარგლებს და იმ კანონიკის ჩარჩოში, რასაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე 20-30 წელს ყველაფერში, აი იმ გადმოსახედიდან, რასაც ახლა განვიხილავთ, შეიძლება არც იყოს სახარბიელო, ხო? თუმცა შეიძლება ჩვენ კითხვის ფორმულირებას სხვანაირად გავაკეთოთ, 20-30 წლამდე რა მაქსიმალური ნიშნული შეიძლება ვიხილოთ, ხო? ეს საინტერესო კითხვა 500.000 არ ვიცი, თუმცა 200.000-ის პროექციები, 250.000-ის პროექციები და ანალიზები არსებობს დამუშავებული გვაქვს და შესაბამისად ესეც შეიძლება იყოს სცენარები, თუმცა bear market-ის დროს მაინც და დაღმასვლის ძირითადი ტრენდის დროს ჩვენ მაინც უფრო ფოკუსირდებით ეხლა რა შეიძლება იყოს, რა დიაპაზონები შეიძლება იყოს იმისთვის, რომ შესაძლოა განვახორციელოთ. სამომავლოდ რაც იქნება, აი all time highs, როდესაც და სუფთა ტექნიკურად და ტრეიდინგის კუთხით ესეა, როდესაც all time highs გავწდებით, უკვე ამ თავის ტკივილს და პროექციებს შემდგომში ვთავთ, რადგან არსებობს რაღაც დიაპაზონები, რა დიაპაზონებამდეც უნდა ავიდეს ამ აქტივის ფასი. Bitcoin-ს რაც შეეხება ეს. კიდევ ასეთი კომენტარია უფრო და შენი აზრი აინტერესებთ. ესე იგი $100-მდე საკმარისია ჩემი აზრით თავიდან სწავლის დროსო in one trade. ესეთი კომენტარი. In one trade, კიდევ ერთხელ in one trade, რა ვიცი, აი განსხვავება მითხარით მაშინ $100-სა და $10 შორის, როდესაც სწავლობთ. მე ამ კუთხით თუ ეს $100 თქვენი შემოსავლების, რავი, 30-40%-ია თეორიულად, არ ვიცი ვინ წერს კომენტარს, ხო? $100 ბევრია, მიხვდით? თუ ეს თქვენი შემოსავლების რაღაცა ფრაქცია არის, შეიძლება ცოტა იყოს, მაგრამ სუფთა ტექნიკურად აი Mexis პლატფორმა მაგიტომ ახსენე. Mexis პლატფორმა გვაძლევს იმის საშუალებას კიდევ ერთხელ, რომ დაბალი თანხებითაც ვივაჭროთ. და შესაბამისად, კიდევ ერთხელ სტრუქტურას რაც შეეხება, ხო? უშუალოდ კურსის სტრუქტურაში თქვენ დავალებები გექნებათ, ამ დავალებებს გააკეთებთ ხოლმე. ვიღაცები demo account-ით აკეთებდნენ ხოლმე, ვიღაცები საერთოდ ამბობდნენ რას, პირობითად ტრეიდი განვახორციელე ამ დიაპაზონში და შემდგომი ჩემი გასვლის წერტილი იქნება ამ დიაპაზონში. ან ტექნიკურადაც კი იმას ვამბობ. თქვენთვის შეიძლება შემოფერხებელი ფაქტორი იყოს ის, რომ აი მინიმალური ბიუჯეტი, 0 ბიუჯეტიდან შეგიძლიათ მოკლედ აი უფრო მივხვდი ამ კითხვის არსზე ხა, რომ ასე ვთქვათ, ბაზისები ისწავლოთ. თუმცა კიდევ ერთხელ სასურველია, რომ ნელ-ნელა ისწავლოთ თანხებთან მოპოვება. მე მაკითხვა. აი ჯერ მე მაქვს, შენ ესწრები ამ კურსს? მე რაღაც მომენტში მაინტერესებს აი შუაში როცა იქნები. შუაში მაინტერესებს. და რატო გეტყვი? როგორც ინვესტორი და როგორც არა ტრეიდერი, ანუ მე აი day trading-ი რასაც ქვია ან რაღაც მე არ ვაპირებ, მაგრამ აი დაუშვათ ჩემი უკვე არსებული კაპიტალის ჰეჯირება რომ მოახერხო, ანუ დაცვა. რა შეიძლება გააკეთოს ანუ ტრეიდინგი როგორ შეიძლება გამომადგეს დაუშვათ თუნდაც იგივე ვარდნისას ფულის თუნდაც იგივე ჩემი კაპიტალის რაღაცით დაცვა თუ შემეძლება. ხო, ეს კაი კითხვა რატო? შეგვიძლია დავყოთ ორ სცენარად. ერთი სცენარი არის, სადაც თქვენ პორტფელის rebalansირებას აკეთებთ, რაც რომელ კურსში ისწავლეთ? კრიპტოლომის. ან შეიძლება პორტფელის rebalansირება არ გააკეთოთ და ასე ვთქვათ, იმ ცოდნით, რაც ცოდნაც გაქვთ მithumedes ბაზისებში, რაც გექნებათ ან რაღაც პერიოდის შემდგომ, ასე ვთქვათ, short trading-ის დახმარებით გაზარდოთ თქვენი coin-ების ოდენობა. ერთ-ერთი სცენარით შეიძლება ესეც იყოს, ხო? ანუ ერთი არის კლასიკური და კონსერვატორული და უფრო ნაკლებ რისკიანი ვიტყოდი და მეორე არის ჰეჯირებისთვის შეიძლება ესეც გამოიყენოთ, ამასაც თავის წესები აქვს. სადღაც შუაში მართლა გავივლით ხოლმე ამას, მაგრამ თავიდან ვიჯობს დაესწრო ამ კურსს. კი ბატონო. კიდევ ერთი კითხვა თეონასგან, როგორც გავიგე, იქნება როგორც თეორია, ისე პრაქტიკა და წასაკითხი ლიტერატურაც. კი, ჩვენ ესეც კაი კითხვა არის. ჩვენ გვექნება ასე ვთქვათ რესურსები, რა რესურსებს შეიძლება გავეცნოთ. ყოველ პრაქტიკულზე შეიძლება არ იყოს, ხშირ შემთხვევაში რაღაც შემთხვევებში არის ის, რომ ხდება მასალის გაზიარება, ანუ პრეზენტაციის მასალის გაზიარება, შეიძლება იყოს რამოდენიმე წყარო, რომელიც არის არაქართულენოვანი, თუმცა რა ვიცი,
AI-ის ხანაში მოკლედ ეს არაქართულ ენოვანი წყაროებიც არ არის პრობლემა, რადგან როგორც გითხარით, როდესაც ჩვენ მტკიცებით ფორმაში კიდევ ერთხელ ვიტყვით რაღაც კორელაციაზე, როდესაც ვისაუბრეთ მტკიცებით ფორმაში, შეიძლება ეს იყოს მეტა-ანალიზი 20-25 წლის დაბეჭდილი სტატიის, ხო? და აქ შეიძლება ქართულთან მიმართებაში პრობლემა იყოს, თუმცა საკითხავი მასალები იქნება კი. ჩემი აზრით საინტერესო კითხვაა. კრიპტოში ფულის კეთება ადრე უფრო მარტივი იყო და რატომ? ეს კითხვა სხვათა შორის გაჟღერდა ბასის დროს, ალბათ გემახსოვრება. და ხო, ანუ ეს მტკიცებითი ფორმა არის. არ ვიცი, მტკიცები ჯერა თუ არა ამ წინადადების ეს განვიხილოთ, მარტივი რაღაც კუთხით იყო, მარტივი კრიპტოში, ოღონდ მიმართულება არის სხვა, ნახეთ. მიმართულება შეიძლება ავიღოთ შიტკოინების ან მემეკოინების. ანუ შიტკოინებში და მემეკოინებში უფრო მარტივად კეთდებოდა 2021 წელს ფული, ვიდრე თუნდაც 2025 წელს, 2024 წელს. თუმცა ეგრეთ წოდებულ ლადოს უყვარს ეს სიტყვა blue chip-ებს თუ გადავხედავთ, ხო? blue chip-ების რაღაცა ოდენობა, რომლებიც 2021 წელსაც ითვლებოდნენ blue chip-ებად, შეიძლება 3-ჯერ 4-ჯერ გაიზარდნენ, როგორც ამ ბაზარზე მოხდა, ხო? შესაბამისად, ამ კუთხით შეიძლება ოდნავ იყოს სხვაობა, მაგრამ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ, აი ვიცი ახლა ჩარტი ჩანს, ხო, ეკრანზე თუ არა? ხო, არა, მაგრამ ვაჭრობ. მე გავაზიარ, ხო, დაიცა ერთ ამ. ჩანს უკვე. ხო, აი ჩარტსაც თუ გადავხედავთ, ხო, ამ ჩარტსაც თუ გადავხედავთ, აქ როგორ შეიძლება თქვას ვიღაცამ, რომ არ არის შესაძლებლობა, აი ამ ვარდნას თუ შეხედავს, ან ამ ახმასთვას თუ შეხედავს, ესეც შესაძლებლობა შეიძლება 2017 წელსაც არის და დააკვირდით. მართლა არ იყო ეს. ანუ ესეთი, ასე ვთქვათ, ვოლატილურობა მაშინ არ იყო. აქ ეს მეორე ასპექტი არის. უფრო ბრტყელი ხო, ანუ იმიტომ რომ ბევრი ფული არ იყო შემოსული, ბევრი ბირჟები არ იყო, აქ რისკიც იზრდება კიდევ ერთხელ ვოლატილურობა, რავი, რაც უფრო სწრაფად დადიხარ მანქანით, ხო? ალბათობა იმისა, რომ ასე ვთქვათ, ვერ დაიმორჩილო საჭი არის დიდი, აქაც იგივე ლოგიკა. თუმცა იმ ადრენალინს და სწრაფად მისვლას და ამ ყველაფერს მოკლედ იმ მაღალ სიჩქარით უფრო აღწევ. აქ ანდრე კითხულობს რაღაც კონკრეტულ პროექტზე, მაგრამ არ მგონია აზრი. ხო, ამ შემთხვევაში შეგვიძლია 4 შაბათს ვიკითხოთ. ხო. და ზუსტად მე 4 შაბათს 4 შაბათის ლაივი რატომ გამოტოვეთ, თუ სასჯელი ხო არ იყო. არ მე არ ვიყავი უბრალოდ და ტექნიკური ხარვეზი. ხო, არა უბრალოდ არ ვიყავი. პარასკევს ხო, ეგ და პარასკევს კიდე ტექნიკური ხარვეზია. ხო, ანუ არანაირი სასჯელი არ იყო ანდრე, მაგრამ ღიმილის ის კონდა ემოჯი ასე რომ მივიღებთ ასე. მოდი სოლომონის კითხვა წავიკითხოთ. ყოველდღიური ან ყოველკვირეული ვაჭრობისთვის მინდა ვიცოდე ტექნიკური ანალიზით პრაქტიკული მოქმედებების შესაძლებელია 100-დან $300 ფარგლებში? ალბათ ვაჭრობაზე საუბრობთ. ხო, ახლა ჩავშალოთ ესეთ რაღაც. მოკლედ, კარგი კითხვა, მაგრამ რამოდენიმე ასპექტს გამოვყოფდი ამ კითხვიდან. პირველი, როდესაც კურსს გაივლით, ამ კურსში სწავლობთ, ასე ვთქვათ, ყველაზე მარტივი ელემენტები რაც შეიძლება იყოს ბაზარზე იმისთვის, რომ თქვენ ტრეიდინგში იყოთ თავდაჭერებული. შემდგომ თქვენ ამას რაღაცებს, როდესაც დაამატებთ, ასე ვთქვათ, რაღაც სიახლეებს, იმიტომ რომ, ავიცი, 2 თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი რაც არსებობს ბაზარზე, ამას ვერ მივიხილავთ, ყველა თეორია რაც არსებობს ბაზარზე ვერ მივიხილავთ. $100 და $300 უბრალოდ მე მინახავს ტრეიდერები და ძალიან მარტივ ექსპერიმენტს გეტყვით, ესეც მოკლედ შორს რო არ წავიდე. თქვენ შეგიძლიათ გკითხოთ, ახლა ChatGPT მარტივად დაგეხმარებათ ესეთი ფაილის გაკეთებაში. წარმოიდგინეთ, გაქვთ $10 და, რა ვიცი, კვირაში 2-ჯერ ვაჭრობთ და სტაბილურად ამ $10 ამატებთ, რა ვიცი, $10 გახდა $10.20, შემდგომ $10.20 კიდევ 2%, ანუ 2%-ით, ასე ვთქვათ, ზრდით ამ თანხას. 2-3 წლის შემდგომ რა თანხა გიქნებათ ანგარიშზე, ხო? ანუ აქ რომ გავიგოთ კარგად, თანხის კიდევ ერთხელ ოდენობას არ აქვს მნიშვნელობა აი ამ კუთხით ტრეიდინგში, რადგან თუ თანხების დეფიციტი არსებობს და სხვათა შორის ერთ-ერთი ჩვენი სტუდენტი მუშაობს, არ დავარქმევ, ხო, ესეთი კომპანიები არსებობს, რომლებიც ჯერ დატესტავენ თქვენ ცოდნას და შემდგომ გაძლევენ კაპიტალს და ამ კაპიტალით შეგიძლიათ ივარჯიშოთ და ივაჭროთ.
და რაღაც კონკრეტული მოგება დაგშება თქვენ. ანუ თანხის არსებობა არ არის პრობლემა. არის პრობლემა სხვა რაღაცაში, რომ ამ წლების განმავლობაში უკვე თუ ეს თქვენი პროფესია გახდება და ვიმედოვნებ გახდება ნაკლები ტკივილით, რა თქმა უნდა, ამას გისურვებთ პირველ რიგში. შესაბამისად, აი ამ შემთხვევაში ხო რაღაც ეს პრობლემა ყველაზე ნაკლებია. მთავარია თქვენ, ასე ვთქვათ, ბაზრის იდენტიფიცირება შეეძლოთ სად ხართ. მაგიტომ ვიწყებ აი პირველ ლექციაც თითქმის ეს არის რაღაცა დეტალებით დამატებული, რომ თქვენ უნდა იცოდეთ რა არის ათვლის წერტილი. და თქვენ თუ ხვდებით სად ხართ, აქედან გამომდინარე უკვე ვაჭრობაც, იქ რისკ მენეჯმენტიც ამ ვაჭრობის შიგნით უფრო მარტივია. კიდევ ერთად თანხა ყველაზე ნაკლები პრობლემა მე თუ მკითხავთ. მე მაქვს ასეთი კითხვა, არა შეიძლება კომენტარი. გინდა ტრეიდინგში, გინდა ინვესტიციებში, როდესაც შენ რაღაც პროპორციულად უყურებ რაღაცას, დავუშვათ, მქონდა 1000 და 2 წლის მერე გავაკეთე 1900. ესეც ხო იმის მაჩვენებელია, რომ მე რაღაცას სწორედ ვაკეთებ. და შეიძლება ალბათ ტრეიდინგშიც ასე რა მნიშვნელობა აქვს, რა მხელა თანხა, უბრალოდ პროპორციებში უყურო? ხო, არ. აი ეგეც კაი კითხვა, ნახე და მაგ კითხვას ოდნავ შევეხეთ ჩვენ. თქვენ შეიძლება $100 და მაგიტო ვახსენე, რომ თანხებს შორის გადასვლასაც სწავლობთ, რომ აი რა ფსიქოლოგიური მომენტები შეიძლება იყოს, რადგან თქვენ შეიძლება $10,000-იანი კაპიტალით ვაჭრობთ კარგად და ვიღაცა მოგცათ $1,000,000 მეორე დღეს. შენ $10,000 მაგრა ვაჭრობ, ნახეთ ჩვენ და გაძლევთ $1,000,000. აი ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იყოს მზად იმისთვის, რომ ამხელა თანხებთან გქონდეთ, ასე ვთქვათ, ამხელა თანხების ფრაქციებით შეხვიდეთ ტრეიდინგში, რადგან მილიონს როცა გაძლევს ვიღაცა ვაჭრო, მილიონით კი არ შედიხარ, ანუ შეიძლება 1%-ით, ან 0.5%-ით, ან ვიღაცა $1,000 რომ მოგცემთ სავაჭროდ $1,000 კი არ შედიხართ 1%-ით, 0.5%-ით. აქ გააჩნია კიდე რას როგორ აწყობთ. კი, ანუ იცვლება, პასუხისგებლობა იცვლება მარტივად რო ვთქვათ რა. ანუ სად ახლა დამდახვა ერთი ბავშვის გაზდა, სად 7-10 ბავშვის გაზდა. ხო, დაახლოებით რაღაცა ეგეთ რაღაცა. ანუ 2-ის. ანუ 2-ის, ხო? ლადდამეთახმება ისე თქვი, რომ 10 არა ყავს, მაგრამ მაგზად. თეონა უკვე მზად არის, შეგიძლიათ ჩამწვროთ, როდის ვიწყებთ? კარგი შეკითხვა არის, მოკლედ ვიწყებთ 2 კვირაში. ტელეგრამში ვინც ხართ, მოკლედ აქ უკვე დამატებითი ინფორმაციები, როდის დაიწყება, რა დღეებში იქნება. მოკლე ინფორმაციას გეტყვით, რომ ონლაინ იქნება, თვეში ერთხელ გვექნება, ასე ვთქვათ, შეკრება, შეხვედრა. ჩანაწერებიც გაკეთდება, ეს ჩანაწერები გაზიარდება და ერთი კატეგორიული მოთხოვნა არის, რომ აუცილებლად უნდა დასვათ კითხვები და მეორე ემატება ამას აუცილებლად უნდა გაკეთოთ დავალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები მაქვს ხოლმე. ჯარიმები USDT-ში თუ ლარებში? USDT-ში. ოკეი. შემდეგ კითხვაზე გადავალ. ანრი, იმისთვის რომ პროექტი დამოუკიდებლად შევაფასოთ, როგორც წესი, რაში უნდა ვერკვევდეთ? ანუ რა მხრივ უნდა გავიღრმავოთ ცოდნა და რას უნდა მივაქციო ყურადღება. როგორც წესი და რა დრო ამისთვის საჭირო? 4 თვე ამ სფეროში ვარ. ხო, კარგი შეკითხვა არის. პირველ რიგში, ალბათ, რა ვიცი, ისე კრიპტოლოგს დაუბრუნდებოდი, იმიტომ რომ აი მაგ ყველაფრის სწავლა იქ ხდება. გადაცემებიდანაც შეიძლება რაღაცები ფრაგმენტებად იცით, მაგრამ ძალიან მოკლედ შევეხები white paper-ის, ანუ ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, პროტოკოლის, როგორ მუშაობს ეს თუ ის აქტივი, ასევე რა ეკონომიკა, ტოკენომიკა აქვს, რა გზა გაიარა, რა პირობა შეასრულა, რა პირობა ვერ შეასრულა, რამდენად საინტერესოა ბაზრე ინდუსტრიები ვახსენებთ, ხო? სენტიმენტებიც ვახსენებთ ფუნდამენტურ ანალიზში. აი ამ შემთხვევაში ამას აქვს მნიშვნელობა, ასე ვთქვათ, ვის ეკუთვნის, ან რა ნარატივს ეკუთვნის ესე თუ ის აქტივი. ანუ ბევრი რაღაც არსებობს და უფრო დეტალურად კიდევ ერთხელ შეგიძლიათ. თუმცა, რა ვიცი, მე რა პერიოდი შეიძლება დაგჭირდეს იმისთვის, რომ ეს ცოდნა გაიგო. რა მე 5 წელი ხდება უკვე რაც კრიპტობაზარი გვაქვს და მე მგონი ყოველდღიურად რაღაცა ახალს ვსწავლობთ. ესე რომ 100%-იანი გამზადებული ის იყოს, რომ აი 99.9% ჩვენ ვიცით, რომ ესენი უეჭველის კამერებია, ну, კამერებს უფრო მარტივად ხვდებით, ხო? ეგ უფრო მარტივი გამოსაცნობია, მაგრამ რა პრობლემა შეიძლება იყოს, შეიძლება 100%-ით ვერ მიხვდეთ.
როგორც შეიძლება ვერ მიხვდეს, რა ვიცი, 2008 წლის კრიზისი, შეიძლება გახსოვთ, რომ იქ ერთეულები მიხვდნენ, რაში იყო რეალურად საქმე 2009-ში, ხო? ხო, პლუს მეც დავამატებდი, იმის გარდა რომ პროტოკოლს გაეცნო, white papers გაეცნო, გუნდს გაეცნო და რა პრობლემებს ხსნის და ასე შემდეგ, აი ახლა უკვე საკმაოდ წლები გავიდა ზოგიერთი პროექტებისთვის, პრობლემას ჩემი აზრით და სხვათა შორის საუბარი ქონდა ეთერიუმის წარმომადგენელთან, აქ და ზუსტად საუბარი იყო შეფასებაზე, ხო, პროექტების შეფასებაზე. Revenues ქონა არ ქონასაც უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს უკვე ამ ჯერზე. ან ეთერიუმის დამფუძნებელი ყიდის თუ არა რაღაცა ეთერიუმის იმისთვის, რომ პირობითად მოახდინოს რაღაც თან, ხო? კი, ეგეც სწორია. ოკეი. დენიც მეთავს ყველაფერი. აგერ, ავთუც შემოვიდა. კითხვები ამოიწურა. როგორც თქვით, შეჯამება გავაკეთოთ. მოდი ასე მე დავსვავ ასეთ კითხვას კიდევ ერთხელ რომ ასე ვთქვათ გავაკეთოთ SMAP, ხო? ინგლისურად. რას ვისწავლით, რა პლატფორმებს გამოვიყენებთ და ორ თვეში რის გაკეთება შეგვეძლება ორ თვის მოკლედ რომ თქვათ, რაც გავიარეთ იქიდან გამომდინარე, ვისწავლით დადგენას თუ სად ვიმყოფებით ახლა ბაზარზე, ასევე ვისწავლით რას. თუ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, საათში ერთხელ, სკალპინგი ან ასე შემდეგ, თუ ამ სიხშირით გვინდა ვაჭრობა, რა არსებობს იმისთვის, რომ მარტივი ტექნიკური ანალიზი გავაკეთოთ, ფუნდამენტური ანალიზი, როგორც თქვი უკვე მეტნაკლებად 95% გექნება დაფარული, ასევე როგორ ვიოპერიროთ trading view-ში, რა საშუალებებს გვაძლევს trading view იმისთვის, რომ პირობითად მარტივად განვახორციელოთ ტექნიკური ანალიზი, ასევე როგორ გამოვიყენოთ ბირჟა ამ შემთხვევაში MEX-ის პლატფორმის დახმარებით ჩვენ ვისწავლით როგორ განათავსოთ ორდერები, რას უნდა დავაკვირდეთ, futures-ის სტრუქტურები როგორ გამოვიყენოთ, მოკლედ ამ ტექნიკურ ამბებს. ძირითადად მაინც ტექნიკურ ანალიზზე და ტექნიკური ანალიზის შემდგომ ეგრეთ წოდებული შესრულება ეგზეკუციას ვისწავლით ჩვენი დაგეგმილი, ასე ვთქვათ, სტრატეგიების და ტაქტიკების. და მესამე კითხვა რა იყო? თუ არ იყო მესამე კითხვა? ერთი კითხვა მქონდა. თეონა ზახის მაპატირთო პირდაპირობის, მაგრამ კარგი კითხვაა. როგორც პიქსელის ინვესტორს ფასდაკლება შემეხება, ხომ? კი, აი ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს 10%-იანი ფასდაკლება. თუ ანუ ეს ფასდაკლება არ დაიკლებს, შეიძლება რაღაც პერიოდის მერე ოდესმე მოიმატოს, მაგრამ 10%-იანი ფასდაკლება არა მარტო ამ კურსზე, არამედ ნებისმიერ კურსზე, ხო? ნებისმიერ კურსზე გეკუთვნით პიქსელ აკადემიაში, რაც არის ახლა და რაც ამომავლოდ იქნება. ეს არის მნიშვნელოვანი. დიდებული. მეგობრებო, თუ არ არის კითხვები, კიდევ ერთ წუთს, აგერ შეგვიძლია ერთი წუთი ჩავინიშნოთ აქედან, თუ არის ნებისმიერი ტიპის კითხვები დასვით, რა ვიცი, ავთო შენ გაქვს? არ უნდა დაგვაუწყდეს აქეთკე რაც შანს თუ არა? კი, ჩანს. ხო, ეს არ უნდა დავიწყდეთ. +1 ადამიანი, +2 ადამიანი ფლადუკეთს. კი ბატონო, და ანუ დარეგისტრირდით MEX-ის პლატფორმაზე, უკვე ჩვენი რეფერალით, აგერ QR კოდი არის. და რა ვიცი, მოკლედ გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ ყოველივე კარგს და შეგიძლია დახურო ეს გელოდებით, მოკლედ Telegram-ში სიახლეების გვექნება კურსთან დაკავშირებით და გელოდებით უკვე Pixel აკადემიის ვაჭრობის ბაზისების კურსზე. მან გავივლით უკვე დეტალურად ყველაფერს. დროებით